ქართული ოცნების წევრების ბოლოდროინდელი მოქმედებების სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული. განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში. არჩილ ხაბაძე წერს, რომ უმაღლესი საბჭოსა და მისი წევრების მიერ 2012 წლიდან დღემდე მთავრობის აპარატში შემოსულ ყველა განცხადებას დროულად და სათანადოდ გაეცა პასუხი. ხაბაძის განმარტებით ინვესტიციებზე წერილი საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ საინვესტიციო დეპარტამენტის უფროს პირადად მიწერა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციას ოფიციალურად ვერ მიიღებდა. რაც შეეხება ჯემალ ბერიძის სამსახურიდან დათხოვნას, ხაბაძის განმარტებით საინვესტიციო დეპარტამენტსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთი და იგივე ფუნქცია ჰქონდა და ამიტომ დაითხოვა სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა თანამშრომლებიც. საინვესტიციო წინადადებები განიხილება დადგენილი წესით საჭიროების შემთხვევაში პოტენციურ ინვესტორებს, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც ხვდება. თუ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გვიწუნებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ ქალაქ ბათუმში ვარდების სკვერში სამთავრობო რეზიდენციისა და ევროპის მოედანთან არსებულ სკვერში საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლება არ მივეცით ინვესტორს, საზოგადოებამ განსაჯოს. არც ერთი სტრატეგიული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტის დაწუნება არ მომხდარა. წუხوار რომ საკითხის გარკვევა ასეთ ტონალობაში გვიწევს, მაშინ როდესაც პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ საქმიან, მშვიდობიან და დიპლომატიურ გზებს, თუმცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ არჩეული რიტორიკა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ვფიქრობ, დეპუტატების მიერ სახელისუფლებო კრიზისის შექმნის მცდელობით შესაბამისი სამსახურებიც დაინტერესდებიან. წერს არჩილ ხაბაძე, მთავრობის